ილია თოფურიამ ყველანაირი ზღვარი გადაკვეთა და არმან ცარუკიანს ისეთი რამ უთხრა, რის შემდეგაც UFC-ში დიდი ომი იწყება. ჩვენმა ჩემპიონმა სიმართლე პიში მიახალა და პირდაპირ ეთერში დაამცირა მეტოქე. უყურეთ ამ ტექსტს ბოლომდე, რადგან ბოლოში გაიგებთ იმ ერთ ფრაზას, რომელმაც მთელი ინტერნეტი ააფეთქა. ასეთი ილია თქვენ ჯერ არ გინახავთ. მოგესალმებით მეგობრებო, დღეს გვაქვს რაღაც განსაკუთრებული. ჩვენი მატადორი ილია თოფურია დაბრუნდა და კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ის არა მხოლოდ ოქტაგონზეა დაუმარცხებელი, არამედ სიტყვების შერჩევაშიც არავის უთმობს პირველობას. ილიამ მისცა ინტერვიუ დობერ დანს, რომელიც ალბათ ყველაზე სკანდალური და ხმაურიანია მის კარიერაში. თუ ვინმეს გეგონათ, რომ ვოლკანოვსკის დანოკაუტების შემდეგ ილია დამშვიდდა, ძალიან ცდებით. ქართული სული და ჟინი მას მოსვენებას არ აძლევს, სანამ ბოლომდე არ დაამტკიცებს თავის უპირატესობას. ინტერვიუ დაიწყო ძალიან პირდაპირი კითხვით. ვინ არის ილიასთვის უფრო რთული მეტოქე? ისლამ მახაჩევი თუ არმან ცარუკიანი? აი აქ გამოჩნდა ილიას ჩემპიონური მენტალიტეტი. მან არც კი დაიწყო მათი ტექნიკური მონაცემების შედარება. ყველაზე რთული ბრძოლა ყოველთვის საკუთარ თავთან მაქვს, განაცხადა ილიამ. ჩვენ ყველამ ვიცით, როგორ შრომობს ის დარბაზში, როგორი დისციპლინა აქვს და როგორ წირავს ყველაფერს გამარჯვებისთვის. ილიასთვის ავტორიტეტები არ არსებობენ, მისთვის მთავარი საკუთარი თავის გადალახვაა. მაგრამ ნამდვილი ცეცხლი მაშინ დაიწყო, როდესაც საუბარი არმან ცარუკიანზე გადავიდა. მთელი მსოფლიო, სოციალური ქსელები და ექსპერტები გაჰყვირიან, რომ ილია თითქოს ცარუკიანს ემალება. ხალხნო, სერიოზულად, ილიამ დეტალურად განმარტა, რატომ არის არმანი უბრალოდ მოლაპარაკე პერსონაჟი და არა ნამდვილი საფრთხე. ჩვენმა ჩემპიონმა გაახსენა ყველას, თუ რამდენჯერ თქვა არმანმა უარი ტიტულზე ბრძოლაზე, როგორ მოიგონა ზურგის ტკივილები და სხვადასხვა მიზეზები, როცა საქმე საქმეზე მიდგა. ყველა მებრძოლს გვტყვივა ზურგი, ფეხი თუ ხელი, მაგრამ ჩვენ მაინც გამოვდივართ და ვჩხუბობ. არმანმა კი გაქცევა აირჩია. ასე მკაცრად შეაფასა ილიამ თავისი პოტენციური მეტოქე. განსაკუთრებით საინტერესო იყო ილიას რეაქცია ცარუკიანის საქციელზე ჰუკერთან დაპირისპირებისას, როდესაც არმანმა მას თავი ჩაარტყა. ილიას აზრით ეს არ არის ძალის დემონსტრირება, პირიქით, ეს არის ინტელექტის ნაკლებობა. როდესაც ორგანიზაცია შენში მილიონებს დებს, როდესაც ხალხი ბილეთებს ყიდულობს, შენ არ გაქვს უფლება ასეთი იაფფასიანი ჟესტებით საფრთხე შეუქმნა ბრძოლას. ერთმა თავის ჩარტყმამ შეიძლება გაჭრას მეტოქე და ტურნირი ჩაიშალოს. ილიამ პირდაპირ თქვა, რომ არმანი ვერ ხვდება, რას ნიშნავს იყოს დიდი სპორტის ნაწილი და იქჩება როგორც ქუჩის ხულიგანი. მაგრამ ყველაზე მთავარი ილიამ ბოლოსთვის შემოინახა. მან ფაქტობრივად UFC-ს ხელმძღვანელობის პოზიცია გააჟღერა. მისი თქმით, ორგანიზაციაში უკვე დაიღალეს არმანის გამოხტომებით და იმით, რომ ის ხშირად აგდებს ბრძოლებს. ილიამ ციტირება გააკეთა იმისა, რაც კულუარებში ხდება და მისი სიტყვები იყო დაუნდობელი. ჯანდაბამდე გზა ჰქონია არმანს. ეს ესპანურად ბევრად უფრო უხეშად ჟღერდა. ილიამ გარკვევით თქვა, რომ არმანი მისთვის გავლილი ეტაპია, რომელიც ყურადღებასაც არ იმსახურებს. ჩვენი ჩემპიონი ისტორიას წერს და იქ ისეთი ადამიანებისთვის ადგილი არ არის, ვინც რისკზე წასვლას გაურბის. ილიას თვალებში ჩანს აბსოლუტური თავდაჯერებულობა. ის არ საუბრობს როგორც უბრალოდ მებრძოლი, ის საუბრობს როგორც მეფე, რომელიც იცის თავისი ფასი. ქართველ გულშემატკივარს ნამდვილად გვაქვს საამაყო მიზეზი, რადგან გვამს ჩემპიონი, რომელიც არავის უხრის თავს და სიმართლეს პირდაპირ ეუბნება ყველას, მიუხედავად მათი რეიტინგებისა. თუმცა აქ ჩნდება კითხვა, ხომ არ არის ილიას ზედმეტად თავდაჯერებული? მეგობრებო, ბევრი ამბობს, რომ ილია ძალიან გაამაყდა მას შემდეგ, რაც ქამარი მოიპოვა. ზოგი ფიქრობს, რომ ის პატივს არ უსრეს ისეთ ძლიერ მებრძოლებს, როგორიც არის არმანი. თქვენ რას ფიქრობთ? ნამდვილად ემალება ილია ცარუკიანს, რადგან ის კარგი მოჭიდავია, თუ ილია ნამდვილად სხვა დონეზეა და არმანი მისთვის უბრალოდ პაკეტია? დაწერეთ კომენტარებში თქვენი გულწრფელი აზრი. ხომ არ გადააჭარბა ამჯერად ჩვენმა მატადორმა? თქვენ გგონიათ ილიას მხოლოდ ცარუკიანის ძულს? ცდებით. ახლა მან ისლამ მახაჩევს და თვით ხაბიბ ნურმაგომედოვს დაუმიზნა. მე მას ხაბიბის თვალწინ დავამცირებ. ამ ფრაზამ მთელი დაღესტანი ფეხზე დააყენა. უყურეთ ამ ნაწილს ბოლომდე, რადგან გაიგებთ, რატომ თვლის ილია, რომ მახაჩევი მხოლოდ პაკეტებს ეჩხუბება და რა ბედიელის პედი პიმბლეთს თუ ის ოქტაგონზე შეხვდება. მეგობრებო, თუ პირველ ნაწილში ილიამ ცარუკიანი გალანძღა, აქ ის უკვე მძიმე არტილერიაზე გადადის. საუბარი პედი პიმბლეთზე დაიწყო. ყველას გვახსოვს მათი ძველი კონფლიქტი სასტუმროში, ის ცნობილი სანიტაიზერის სროლა და დაპირისპირება.
წამყვანმა ჰკითხა ილიას, რას ფიქრობს პედის განცხადებაზე, თითქოს პიმბლეტი მას მიწაზე დაანარცხებს და სახეს დაუსიებს. ილიას რეაქცია იყო ტიპური ჩემპიონური ირონია. თუ ის ფიქრობს, რომ მიწაზე უნდა გადამიყვანოს, ეს ნიშნავს, რომ უკვე აღიარა, ფეხზე დგომში ჩემთან შანსი არ აქვს, თქვა ილიამ. ჩვენმა ჩემპიონმა ძალიან ზუსტად შენიშნა პედის სუსტი წერტილები. პიმბლეტის სტილი ეყრდნობა იმას, რომ მას აქვს მაგარი ნიკაპი და შეუძლია დარტყმების გაძლება, მაგრამ ილია სხვა დონეა. მე იმდენად თავდაჯერებული ვარ, რომ შემიძლია პედის ვკითხო, როგორ უნდა რომ მოვუგო, ნოკაუტით თუ მახრჩობელათი, განაცხადა მან. ილიამ ხაზი გაუსვა, რომ პედის დაცვა ფაქტობრივად არა აქვს, მისი თავი სტატიკურია და თუ ილიას მარჯვენა მოხვდება, იქ ყველაფერი დამთავრდება. ეს არ არის მხოლოდ ტრაბახი, ეს არის ანალიზი მებრძოლის, რომელმაც იცის როგორ დაშალოს მეტოქე ნაწილებად. მაგრამ ყველაზე დიდი აფეთქება მაშინ მოხდა, როდესაც საუბარი ისლამ ნახაჩევზე გადავიდა. ილიამ პირდაპირ თქვა, რომ ისლამი მისთვის შემდეგი სამიზნეა პედის შემდეგ. მე ყოველთვის მინდოდა ეს ბრძოლა, მაგრამ ის რატომღაც არ თანხმდება, ამბობს ილია. აქ ჩვენმა მატადორმა გამოიყენა თავისი ცნობილი ფრაზა, რომელიც ერთხელ ვოლკანოვსკის უთხრა. მე არ ვარ დან ჰუკერი, მე არ ვარ ჯეკ დელა მადელენა და არც ის სხვა პაკეტები, რომლებსაც შენ მანამდე ეჭხუბება. მე რაღაც სრულიად განსხვავებული ვარ. ილიამ ეჭვეშ დააყენა მახაჩევის სიძლიერე და მისი დაუმარცხებელი იმიჯი. მან თქვა, რომ ისლამი მხოლოდ კლავიატურაზეა ძლიერი, მაგრამ როცა საქმე რეალურ საფრთხეზე მიდგება, ის დუმს. ყველაზე საინტერესო კი ილიას დამოკიდებულებაა ხაბიბ ნურმაგომედოვის მიმართ. კონფლიქტი ხაბიბმა დაიწყო, როცა თქვა, რომ ილიას ცარუკიანთან შანსი არ აქვს და თითქოს ილიას კარგი მოჭიდავე არასდროს უნახავს. ილიამ ეს არ აპატია. ჩემი სტიქია სწორედ ჭიდაობა და პარტერია. მე მინდა მახაჩევს თავისივე სტილში მოვუგო, დავამარცხო ის მიწაზე და ეს გავაკეთო პირდაპირ ხაბიბის თვალწინ. თუ ხაბიბს სურვილი ექნება, მერე მასაც გადავუვლი. ეს სიტყვები უკვე ნამდვილი გამოწვევაა მთელი იმ სკოლისთვის, რომელსაც დაღესტნელები წარმოადგენენ. ილიას მიზანია ტრიპლ კრაუნი, 3 წონის ჩემპიონობა. ის ამბობს, რომ 170 ფონდში, ქვესაშვალო წონაში, გადასვლა მხოლოდ იმიტომ აინტერესებს, რომ იქ მახაჩევთან დაეჯახოს. ყველაფერს ვართმევ, ამ ტანსაცმელაც კი, რომელიც იმ საღამოს ეცმება. აი ასეთი აგრესიით და ჟინითაა განწყობილი ჩვენი ჩემპიონი. ის არ ეძებს ადვილ გზებს, მას სურს საუკეთესოების განადგურება, რათა გახდეს ყველა დროის უდიდესი მებრძოლი. როცა ილია ლაპარაკობს, გჯერა, რომ ის მართლა ამას გააკეთებს, რადგან მის უკან მთელი საქართველო დგას და მისი ყოველი დარტყმა ჩვენი ერის სიამაყეა. ხალხო, ილიამ ახლა ისეთი რამ თქვა, რაც ბევრს ზედმეტი მოეჩვენება. ხაბიბ და მახაჩევის მიწასთან გასწორება მათსავე სტიქიაში. როგორ ფიქრობთ, ხომ არ გადააჭარბა მატადორმა? მართლა შეუძლია მას მახაჩევის დაჭიდავება, თუ ისლამი მას ოქტაგონზე განანადგურებს. დაწერეთ, გჯერათ თუ არა ილიას ტრიპლ კრაუნის ოცნებას, თუ ეს მხოლოდ ლამაზი ზღაპარია. ველოდებით თქვენს მწვარე კომენტარებს. ილია თოფურიამ გაამხილა თავისი საიდუმლო გეგმა, რომელიც UFC-ს ისტორიაში ჯერ არავის გაუკეთებია. მე მათ ყველას დავაძინებ. ჩვენმა ჩემპიონმა დაასახელა ზუსტი მიზეზი, რატომ არის ის სხვა მებრძოლებზე მაღლა. დროა გაიგოთ, რას აპირებს ილია სინამდვილეში და რატომ კანკალებენ მისი მეტოქეები, როცა ოქტაგონის კარი იხურება. ეს ინტერვიუ ისტორიაში შევა. ჩვენ მივედით ინტერვიუს ყველაზე მნიშვნელოვან ნაწილთან, სადაც ილია თოფურია თავის ნამდვილ ძალასა და ფილოსოფიაზე საუბრობს. ხშირად გვეკითხებიან, რა არის ილიას მთავარი იარაღი? მისი ფენომენალური კრივი თუ დაუჯერებელი ჭიდაობა? თვითონ ილიამ ამაზე ძალიან საინტერესო პასუხი გასცა. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო დროს მას ყველა ნოკაუტებით იცნობს, ილიამ აღიარა, რომ მისი საფუძველი და ყველაზე ძლიერი მხარე სწორედ პარტერი და გრეპლინგია. მე შემიძლია ნებისმიერი პოზიციიდან დაგასრულო, ამბობს ის. თუმცა ილია ნამდვილი შოუმენია. მან იცის რა სჭირდება ხალხს. მას ესმის, რომ მაყურებელს ნოკაუტები და სისხლიანი ბრძოლები უყვარს, ამიტომაც ბოლო დროს მეტ აქცენტს ფეხზე დგომზე აკეთებს. მაგრამ ისლამ მახაჩევთან ბრძოლაში ის აპირებს ყველას დაუმტკიცოს, რომ ქართული ჭიდაობის სკოლა და მისი ტექნიკა უბადლოა. ილიას მიზანი არ არის მხოლოდ მოგება, მას სურს მეტოქეების სრული დომინაცია. მას სურს, რომ მისი მარჯვენა ხელი ისე მოხდეს მახაჩევს, რომ ძალიან გრძელი და ღრმა ძილით დააძინოს. ილიამ ასევე ისაუბრა იმაზე, თუ რატომ არ აინტერესებს სხვა მებრძოლები.
ბევრი გვეკითხება, როგორ იჩხუბლებდა ილია მაიკლ მორალესის ან იან გარის წინააღმდეგ. ილიას პასუხი მარტივია. ისინი მას არ აინტერესებთ. ილია მხოლოდ დიდ თევზებზე ნადირობს. მას სურს ისეთი სახელები, როგორიც მახაჩევია, რადგან ის ისტორიაში საუკეთესოდ ითვლება 155 ფუნტში. ილიასთვის ეს ბრძოლა პირადი კი არა, სპორტული ამბიციაა. დაამტკიცოს, რომ მსოფლიოში საუკეთესოა ნებისმიერ წონაში. მე ავიღებ სამ წონას, რადგან ვიცი, რომ ეს ჩემია. ისლამის ქამარი ჩემია. ის ტანსაცმელიც კი, რომელიც მასაცვია, ჩემია. ეს არის ადამიანის სიტყვები, რომელსაც ეჭვი არაფერში ეპარება. ილია თოფურია აღარ არის მხოლოდ მებრძოლი. ის გახდა სიმბოლო იმისა, რომ პატარა ქვეყნიდან მოსული ბიჭი შეუძლია მსოფლიო დაიპყროს. მისი თავდაჯერებულობა ზოგისთვის აროგანტულობაა, ჩვენთვის კი ქართული ჟინი და გამარჯვების წყურვილი. მან დაამსხვრია მითი იმის შესახებ, რომ ევროპელებს არ შეუძლიათ დაღესტნური ჭიდაობის წინააღმდეგ ბრძოლა. ილია მაჩვენა, რომ ტექნიკას, სისწრაფეს და ინტელექტს შეუძლია ნებისმიერი ძალა დაამარცხოს. ინტერვიუს ბოლოს ილიამ მადლობა გადაუხადა თავის გულშემატკივრებს და კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ის მხოლოდ წინ მიდის. ის არ უყურებს უკან, არ უსმენს კრიტიკოსებს, რომლებიც კლავიატურასთან ზიანან. ის მოქმედების კაცია. ჩვენი მატადორი მზად არის ახალი მსხვერპლისთვის და ეს მსხვერპლი ძალიან მალე იგრძნობს ქართველი მებრძოლის სიმძიმეს. ილია თოფურია. ეს არის სახელი, რომელიც კიდევ დიდხანს ეხოსმება UFC-ს და მთელ სამყაროს. ჩვენ კი დაგვრჩენია მხარი დაუჭიროთ ჩვენს ჩემპიონს და ველოდოთ იმ დღეს, როცა ის მესამე ქამარაც ასწევს. მეგობრებო, აი აქ მთავრდება ილიას ეს სკანდალური ინტერვიუ. ბევრს ალბათ ყელში ამოვიდა მისი თავდაჯერებულობა და Triple Crown-ზე საუბარი. ზოგი ამბობს, რომ ილია მალე გაიჭედება და მახაჩევი მას რეალობას დაანახებს. თქვენ რას ფიქრობთ? მართლა სჯერა ვინმეს, რომ ილიას სამ წონას დაიპყრობს, თუ ის უბრალოდ კარგად ყიდის საკუთარ თავს? დაწერეთ, ვის მხარეს ხართ? ილიას თავხედი თავდაჯერებულობის თუ ისლამის ცივი სიმშვიდის? ველოდებით თქვენს ყველაზე ცხელ კომენტარებს. ნუ დაიზარებით.